კაპიტანი გელოდებათ. ბიძია, როგორ ხარ? დარწმუნებული ვართ, რომ ადამი ამ საქმეში აუგს. გაფიცები მოცემულობიდან გამომდინარე დარწმუნებული ვარ ძმაო. აბა რა ქენი დერვიშ? ყველაფერი კონტროლის ქვეშაა? შემოწმების საშუალება გქონდა? ადემ შვილო, მარტო დაგტოვე. კიდევ ერთხელ ჯანმრთელობას გისურვებთ, კაპიტანო. მეთაურმა მეჯნურმა ისე მოაწყო, რომ ადამს გაეგონა და დიდი ალბათობით ვიღაცას დაურეკა. კარგი ადამი დაივიწყე, ფულთან დაბრუნდი. კიკა ამ საქმეს როგორ მოაგვარებდა? უკვე მოაგვარეს ძმაო. კარგი. კაპიტანმა ყველაფერი გათვალა, მაგრამ მაგ არანორმალურ კიკასგან ჩვენს ფულს როგორ დავიბრუნებთ? მეჯნუნს აქვს გეგმა, რომელიც ამ საკითხს მოაგვარებს? არა. რას ნიშნავს არა ძმაო, რას ნიშნავს არა? თქვა რომ ეს ჰალილ იბრაჰიმის პრობლემაა, ჩემი საქმე შერიფის გაგიჟებაო. ჰალილ იბრაჰიმს მხოლოდ ერთი პრობლემა აქვს. როცა რამეს ისე აკეთებენ, რომ არ ეკითხებიან ძმაო. შვილო იაჰია, სად არიან ეგ ნეჯდეთი და ფამეთი? მოვლენ ძმაო, გზაში არიან, მაგრამ ჯერ მომეცი საშუალება ამ სურათით დავტკბე. დატკბი იაჰია, დატკბი. ამის უფლება გაქვს. დატკბი. შენს დატკბი ძმაო, შენს. ისმინე, 50 წელი ადამიანებს უმარხავთ. ასეთი სურათი ოდესმე გვინახავს? არ გვინახავს იაჰია. მაგრამ უკვე გითხარი, ღვთის საჩუქარია ის, რომ ვერ ხედავს შემდეგ რა მოხდება. ახლა ამ ფულს როგორ დავაბრუნებთ? უпростоრად თუ არ დავაბრუნებთ, როგორ ვიცხოვრებთ? მიხარია რომ ერთად გხედავთ, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრი სასაუბრო გეკნებათ. თუ რამე დაგჭირდებათ, აქ ვარ. გმადლობ ედანურ. გმადლობ ლეილა, რადგან მოხვედი და არ მაწყენინე. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც ადრე. გვირდები. მაგალითად იაუს. თუ გეტყვი რომ ჩემი საქმის დაწყება მინდა, ბიზნესვუმენი გავხდები. სახლში უსაქმურად არ ვიჯდები და დედა შენს არ მოვემსახურები რა სიტყვი? კარგი, შეიძლება. გეტყვი განვიხილოთ რა საქმის დაწყება გინდა. დავიწყოთ საქმე, რომელიც შენ გინდა ლეილა. შენთან ერთად არა იაუს. თვითონ დავიწყებ ჩემი ფულით. კარგი. რა საქმეა? რამე მნიშვნელობა აქვს? მაგალითად შენ უამრავი საქმით ხარ დაკავებული. წინააღმდეგი ვარ? ჩემ გვერდით არ იქნები? ვიქნები, რა თქმა უნდა, შენ გვერდით ვიქნები. გეკითხები, რადგან არ მინდა ვინმე რამე დაგიშავს. რა საქმეა, რა იდეები გაქვს? ეს აზრი საიდან გაჩნდა? მე აიშე და გამზე კოსმეტიკის ბიზნეს დავიწყებთ. აიშე, გამზე და შენ? ხო, რა მოხდა? არაფერი, უბრალოდ იმაზე დავფიქრდი, ეს სამი სახელი ერთ წინადადებაში როგორ მოხვდა. კარგი, თანახმა ვარ. თუ ლეილა და იაბუზი შიგნით არიან, ჯობს არ შევიდე. ჰალილ იბრაჰიმს შეატყობინეთ, რომ მოვედი. კარგი თურან, ჰალილ იბრაჰიმს შეატყობინე, მაგრამ ყველასთან დასწრებით მოეტყვი, რომ ზეინები მოვიდა. მივხვდი, რომ რაღაც პირადულია ოსმან, ღმერთო ჩემო. ზეინებ. არ გინდა მეც მითხრა რა ხდება. შემიძლია რამით დაგეხმარო? არა ზვირფასო, გმადლობ. ზეინებ. მომისმინე.
ჰალილ იბრაჰიმი მაგ-ქაანს მოკლავს. დამიჯერე. ერთ რჩევას მოგცემ, როგორც შენი ძმა. სანამ გვიანი არ არის, ამ საქმეზე უარი თქვი. თუ გვიანი არ არის, იქნებ ბედმაც გამიხიმოს ოსმან. რას გულისხმობ, ზეინებ? მშვიდობაა, ზეინებ? დათო, წამოდი შიგნით შევიდეთ. მართალი ხარ, ძალიან ბევრი საქმე მაქვს. წამოდი. გამარჯობა, ზეინებ. გამარჯობა, ოღუს. ძმაო, საავადო მყოფაში მივდივარ, ამე ხომ არ გადავწე. გადაეცი, რომ ყველაფერი წარსულში დარჩეს. უახლოეს მომავალში მეთაურს მომინახულებ. კარგი, გადავწე. წარმატებები. წარმატებები. თუ თავისუფალი ხარ, შეიძლება ვისაუბროთ, ლამაზო. შეიძლება, ვისაუბროთ. მაშინ მანქანაში ჩაჯექი, ცოტას გაგასეირნებ. ისევ ერთად არიან, ნედავ სადმიდია. გინდათ რაღაც გითხრათ. ამჯერად ნამდვილად შერიგდებიან. მართალია, უკვე დროა. გამარჯობა. გამარჯობა? ჰალილ იბრაჰიმი არ არის? არა. არ იცით, სად არის? დედამ, ჰალილ იბრაჰიმი არ გვეუბნება სად მიდის, ხომ იცი? მაგრამ ისი მანქანა შემოსასვლელთან დგას. მალე მოვა. სადღაც გავიდა. კარგი. დაველოდები. კარგი. ელოდე. გისმენ, დედა. ისევ ერთმანეთს შეხვდნენ. გაითვალისწინე. სად არიან? არ ვიცი, უკან არ გავყოლილ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ერთად არიან. კარგი, დედა, მგმადლობ. რადგან კარგ ხასიათზე ვართ და ფულსაც ვიბრუნებთ, შემიძლია რაღაც გთხოვოთ? შემიძლია? დღეს გთხოვე, რაც გინდა, ქაან. თუ ნებას მომცემთ, მინდა ჰალილ იბრაჰიმი მოვიშორო. ქაან. ეს ის ადამიანი არ არის, ვისი მოკვლაც ასე მარტივია. ახლა ზეინებთან ერთად არის, სავარაუდოდ ვიცი სად არიან. თუ ერთად გამოვიჭერ, შემიძლია მოვკლა. ამაზე უარს ვერ გეტყვით, ხომ ასეა ისკანდერ? რაც არ უნდა იყოს ღირსების საკითხია. ქაან. მარტო არ წახვიდე. კარგი, მამა, გმადლობ. ფიქრეთ ბეი ზეინებ ჰანიმს კითხულობს, სიმართლე უნდა მითხრათ. თუ საჭირო იქნება, მე და ფიქრეთ ბეი მოვაგვარებთ. შოთა ზეინებმა ჰალილ იბრაჰიმი წაიყვანა და სადღაც წავიდნენ. რატომ? ეაუზი და ლეილა შიგნით არიან. დედამიც მოვიდა, როგორც ჩანს რაღაც პირადულზე უნდათ საუბარი. მშვიდობაა? რატომ ეძახის შოთა? რამე მოხდა შოთა? დიახ. ძალიან ბევრი რამ, მაგრამ კარგი, დროებით. აღარ მინდა ვხვდებოდა კაცებს, რომლებიც ფსკერისკენ მეხაჩებიან მითად. ფიქრეთ ჩემი წლები და ორი შვილი ვაჩუქე. მაგრამ რა გააკეთა? ყველაფერი წამართვა. ამიერიდან აღარავის მივცემ საშუალებას ასე მომექცეს. ჩემი ცხოვრებით ვიცხოვრებ. რა კარგია. მართალი ხარ აიშე. შენი შესანიშნავად მესმის, მინდა ამ გზაზე შენ გვერდით ვიყო. ახლა რაც არ უნდა ვთქვა, აზრი არ ექნება მითად. შენი იმედი მომეცი. მწვანე შუქი და ნახავეს მეჰმედი მთელ სამყაროს ფეხქვეშ გაგიფენს თუ არა.
ვერც კი ის გეტყვი და ვერც არას. ამ ეტაპზე. შეგიძლია მითხრა, შესაძლებელია. ჩემთვის ესეც გმარა. ვაპირებ საქმიანი ქალი გავხდე. მითად, ისევ არასწორ დროს გამოჩნდი. ამ საკითხში მხოლოდ დაგეხმარები. კარგი და ფიქრიც რას უზამ? როცა შეგავიწროვებს. ამჯერად აღარ გაიქცევი? აიშე. ეგ დრო წარსულს ჩაბარდა. აღარ არსებობს დურსუნ ლეტო, რომელიც ფსკერისკენ მიმაქანებს. ფიქრეთის საკითხს მაშინვე მოვაგვარებდი, მაგრამ დურსუნმა ძმისშვილი შეიბრალა. მითად, მართალი გითხრა, ყველაზე ძალიან ფიქრეთი სულაც არ მაღიზიანებს. ვინ? მითხარი და მაშინვე მოვაგვარებ. შენი დიშვილი დამლა. ეს საკითხი მოაგვარე? და მერე მოდი მითად. გეფიცები, ჰალილ იბრაჰიმთან ერთად მანქანაში ჩაჯდა და წავიდნენ. ფიქრეთ ბეი, ისე რომ არავისთვის არაფერი უთქვამთ. აქ მოდის და მეუბნება, რომ დარტყმას ქალების საშუალებით მოგვაყენებენ, თვითონ კი ზეინები წაიყვანა და დასეირნობს? რის მიღწევას ცდილობს? სანამ ისქანდერი არ მოვიდა და დედას არ დაელაპარაკა, ქანის სიტყვებს სერიოზულად არც აღვიქვამდი, ამიტომ არ გითხარი. მაგრამ როგორ ჩანს, ომს ჩემი გამოყენებით დაიწყებენ. ომის შენი გამოყენებით დიდი ხანია დაიწყო ზეინებ. ამ ყველაფერს იმიტომ დავთანხმდი, რომ ომი არ ყოფილიყო. თუ იმიტომ, რომ მე დაგესაჯე. რა თქმა უნდა. ეგეც იყო, არ დამვიწყებია. ყველაფერს დაივიწყებ, მაგრამ ამას არასდროს დაივიწყებ, არა? გუშინ ღამითა გითხარი, რომ არასდროს დავივიწყებ. რა მოხდა? რატომ გაიცინე? ის ღამე გამახსენდა. ამიტომ გამეცინა. ძალიან მომენატრე. გისმენ, სათხარ. ვაპირების დავასრულო, რაც გითხარი, მამა. ახლავე წამოდი. მამა, ახლა არა, ქან, ახლა არა. მამა, რას ნიშნავს ახლა არა, რას უნდა ველოდოთ? ენვერის ხალხი დახოცეს, არც ფული გვაქვს. დაბრუნდი. ქან. კარგი, მამა, მოვდივარ.
ჯანდება, ამას არ დავუშვებ. არ დავუშვებ. ძმაო, ვიღაც მოვიდა. აქ რა დაკარგე? ძმაც მობრძანდა. ჩემს საცოლეს ვეძებ ფიქრეთ. იქ შიგნით ჰალილ იბრაჰიმთან ერთადაა. მერე? მერე რა? რას ნიშნავს მერე რა? რამ 7 ადამიანები ხართ? წესი არა დილაპარაკე, ნუ მაიძულებ გესროლო. იარაღი დაუშვით. ყველამ. ზეინებ, შიგნით დარჩი. აი, შენი თვალით ხედავ? შენ გააკეთებ, რაც საჭიროა თუ მე? რა ჯანდაბას ბოდავ? აქ მე დავუძახე იმისთვის, რომ დაველაპარაკო. იმისთვის, რომ ის ვუთხრა, რაც მამა შენმა გვითხრა. ერთი კვირა არ მოგვეცით? მოვედი, რომ ჩემს დას და მეგობარს ვუთხრა ერთმანეთს აღარ შეხვდნენ. შენ რისთვის მოხვედი ქან? შენ რისთვის ხარ აქ? აქ ჩემს მოსაკლავად მოვიდა. მეც იმის სათქმელად მოვედი, რაც შენ თქვი, ძმაო, ფიქრეთ. ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს. ჩემი ცოლისგან თავი შორს დაიჭირე. ძალიან კარგი. უკვე თქვი, რაც გინდოდა. აქედან გაეთრიე. დანარჩენს მე მივხედავ. ერთი კვირა, ძმაო, ფიქრეთ. ზეინებ. ამას უკანასკნელად გეუბნები. შენს თითოეულ ნაბიჯზე მთელი შენი მომავალი ცხოვრება იქნება დამოკიდებული. ჰალილ იბრაჰიმ, გთხოვ. ერთი კვირა. სტუმრები გააცილე. ძმაო, მოვედი, რომ სიტუაცია აგიხსნე. გაჩუმდი, ზეინებ. დაჯექი. ძმაო, რას აკეთებ? რადგან ძმა დამიძახე, გიპასუხებ ფიქრეთ. ცდილობ შენი და ამ ჭაობიდან დავიხსნა. ეს როგორ მოხდება?
პირველ რიგში ეს ისტორია ქაანთან დასრულდება. მე ზუსტად ამას გეკითხები, ჰალილ იბრაჰიმ, ეს როგორ მოხდება? ფიქრეთ. ქაანი აქ ჩემს მოსაკლავად მოვიდა. შეიძლება ზეინების მოსაკლავადაც. ამ კაცთან რომელ ქორწილზე ლაპარაკობ? რომელ ქორწილზე ერთ კვირაში? მერთო ჩემო, შენი აზრით მე რატომ ვარ აქ ძმაო? მინდა იცოდე რომ ამით აღფრთოვანებული არც მე ვარ. მომისმინე შენს გვერდით ზის ის ადამიანი, ვინც ამ ქორწინებას დათანხმდა. შეიძლება იმ დღეს დავთანხმდი. მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ დედა და შენი ცოლი გადამერჩინა. ეს მხოლოდ მათ გამო არ გაგიკეთებია ზეინებ. რა შეიცვალა? აი, გეკითხებით, რა შეიცვალა? ჩემი და ჰალილ იბრაჰიმის ურთიერთობა შეიცვალა. შეიცვალა ფიქრეთ. შენი და მიყვარს. შენს დას კი მე უყვარ ვარ. ეს ისედაც იცი. სამწუხაროდ ჩვენმა მტრებმაც იციან მიუხედავად იმისა, ერთმანეთთან სიშორით ვიტანჯებოდით ჩვენი სისუსტე რომ დაგვემალა. აშკარაა რომ ცალ-ცალკე ყოფნა არ შეგვიძლია. ეს უკვე აშკარაა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ყოველ შემთხვევაში ამისთვის სიკვდილი ნამდვილად ღირს. სიხარულით გეტყოდით რომ თქვენი ამბავი მიხარია, მაგრამ მომავალში როგორ ვიცხოვროთ? როგორ? ძმაო ენვერ, რას ნიშნავს ფული არ გვაქვს? მომისმინე ქაან. შენს მოსვლამდე ამ კითხვას უკვე 5 ჯერ მაინც ვუპასუხე. ხალხი დახოცეს, ფული კი წაიღეს. ესე იგი გინდა თქვა რომ იმ ხალხმა მახე დაგვიგო? დერვიშმა ადემი გამოიჭირა? შენც ხომ ჰალილ იბრაჰიმისგან მოდიხარ არა? კარგ ხასიათზე იყო? ისი ხასიათი მამა რატომ არ მომეცი უფლება ორივე მომეკლა? ჰალილ იბრაჰიმიც და ფიქრეთიც. ფიქრეთი რა შუაშია? როგორც აღმოჩნდა იქ მისვლა მან სთხოვა. იმისთვის რომ ეთქვა ერთმანეთს აღარ შეხვდნენ, რადგან ერთ კვირაში ქორწილი გვაქვს. რადგან ფიქრეთი იქ იყო, ესე იგი ფული მას არ წაუღია. კარგი, ადემს დაურეკე. ალო? ადემ, გისმენ, მამა ჩემს შენთან ლაპარაკი უნდა. ადემ. შეიძლებოდა ფულის საკითხში ვინმე სხვა ჩარეულიყო. შეიძლებოდა ჰალილ იბრაჰიმ საქმეში კიდევ ვინმე სხვა ჩაერთო მაგ სახლიდან. ძმაო, სხვამ არავინ იცის სად ვიყავით. ამ სახლში ყველას თავისი საზრუნავი აქვს. მოხდა რამე? ფული დავკარგეთ შვილო. ვიღაცამ წაიღო. ენვერის ხალხი დახოცეს. თუ რამე ახალს გაიგებ, ქანს შეატყობინე. კარგი ძმაო. თუ საუბარი დაასრულია და ახლა ცოტა ჩვენც ვისაუბროთ. წამოდი. დაჯექი. ადემ.
აქ შენმა ტყუილმა მოგიყვანა. ამის შემდეგ მხოლოდ შავი მიწა. ახლა კი ყველაფერი მოგვიყევი. ყველაფერი მცირედი შანსი რომ მაინც გქონდეს, როცა ჰალილ იბრაჰიმი მოვა. თუ ჰალილ იბრაჰიმს არ წაუღია, მაშინ ეს ფული ვინ წაიღო? რატომ მიყურებთ? მე რომ წამეღო ჩემს ხალხს არ დავხოცავდი. არც მე ვიჯდებოდი ახლა აქ. ვიტყოდი რომ მეჯნუნმა წაიღო, მაგრამ საავადმყოფოში მყოფმა ეს როგორ გააკეთა? ან ვისთან ერთად? შეიძლება ოპერაციის ჩატარება პოლიციას დაავალა, ძმაუშერებ. ყველა იმას ამბობს, რომ პოლიცია ამას არ იზამს. გარდა ამისა, ამდენი ფული რომ აიღო, ახლა ახალ ამბებში სუბტიტრებით აჩვენებდნენ. დარწმუნებული ვარ. მეჯნუნი რატომ იფიქრე, ძმაუშერებ? საავადმყოფოში დავამცირე. როგორც ჩანს, ეს ვერ აიტანა. მაგრამ ამ საქმის გაკეთება ვის დაავალა? ნესიმ შეეძლო გაიკეთებინა. ბოლოს და ბოლოს ინფორმატორია. შეიძლება, რაც არ უნდა იყოს მეჯნუნი მის გამოთყვიას გადაეფარა. შეიძლება მან გააკეთა. შენს დას უთხარი აიშეს დაურეკოს და გაიგოს ნესიმის სახლშია თუ არა, თუ საჭირო გახდება, მათთან წავიდეთ კიდეც. შემოდი. საღამომშვიდობისა, კაპიტანო. ჯანმრთელობას გისურვებ. თავს როგორ გრძნობ, თუ უკითხართ? მომშორდი ნესიმ. შენ გამო კიდევ ერთ ტყვიას ვერ გადავეფარები. მე გადავეფარები, თუ საჭირო იქნება, კაპიტანო. შეცდომა დავუშვი. იმ ტყვიას არ უნდა გადავფარებოდი. ახლა ჩემს ოთახში ვიჯდებოდი, ფეხებს დავასვენებდი. ტყვია ხომ ჩემ გამო მოხვდათ, კაპიტანო. სიცოცხლის ბოლომდე შენს გვერდით ვიქნები. ხან მოკლე სიცოცხლე გაქვს, რა ვერ გაიგენ ესიმ. ის ხალხი თვალს არ მოგაშორებს. აქ მოხვედი და ამით სამიზნე გახდი. ყოველთვის როცა თქვენთან მოვდივარ, სამიზნე რატომ ხდები, კაპიტანო? მართლა არ მესმის. გიპასუხებდი, მაგრამ ირჩევნია ჩუმად ვიყო. მერცხალივით რომ არ აჭიკჭიკდე, როცა გაწამებენ. მაგისთვის თავს ვიკავებ. როგორ არ გწვენია, კაპიტანო? ჯერ კიდევ ვერ გამიცანი. მამა ჩემი საავადმყოფოში წავიდა, კაპიტანი უნდა ნახოს. მე და დედა კი სახლში ვართ, გამზე მოგიგითხა. თუ გინდა შენც მოდი. არა საყვარელო, უბრალოდ მინდა და მეკითხა, მითათთან რა მოხდა? არაფერი, რა უნდა მოხდეს? მამა შენზე მოვუყევი და იმაზე, რომ ჩემით დაინტერესებულია. ვიფიქრე, თავს დამანებებდა, მაგრამ არც ისე კარგად გამოვიდა. ალბათ შეეშინდა, მაგრამ ვერ გამოხადა. არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, მამა შენი რომ ვახსენე. თუ ისკანდერი რამეს გაიგებს, შეგიძლია უთხრა აიშემ შენი სახელი მხოლოდ იმიტომ ახსენა, მითათი რომ მოეშორებინაო. ზეინები ორივე მხარეს არ ვეთამაშები. ვიცი საყვარელო. და მამა ჩემაც იცის. ხოლამდე, გოცნი. ხოლამდე ძვირფასო გამზე. აიშე, სულ გაგიჟდი? ორი შვილი გყავს, დედა ხარ. ხან მითათი, ხან ისკანდერი. რა გჭირს? აბა ვიმთქვა, ფიქრეთი? მამა ბრაზდება, როცა მას ვახსენებ. აუცილებელია კაცის სახელი ახსენო. ჯერ ისევ ახალგაზრდა ვარ. ვერ ხვდები, დედა? აიშეს ველაპარაკე. ნესიმის საავადმყოფოში წავიდა კაპიტანის სანახავად. მამა, მოხდა რამე? არაფერი მომხდარა, შვილო. კარგი. აშკარაა, რომ ფული ნესიმს აქვს. როგორ მოვიქცეთ? მას თუ აქვს, უმარტივესად წავართმევთ, მთავარია არ მოკლათ. ნესიმის შეცდომას აუცილებლად დაუშვებს. მთავარი კითხვა შემდეგშია. თუ ფული ნესიმს აქვს და თუ მეჯნუნი ცდილობს კვალი აგვირიოს?
Oğlum Yahya. იაჰია, ამდენი ფული სად შევინახოთ? ის გავაკეთოთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდის ძმაო, მიწაში დავმარხოთ. შვილო, ეს ხომ ქაღალდია, როგორ დავმარხავთ? ჯერ შევფუთოთ, შემდეგ ჩემოდნებში ჩავალაგოთ და დავმარხოთ ძმაო. ვერ დაუშვებ ჩვენი ფული მატლებმა შეჭამონ მიწაში. Aferin oğlum Yahya. ხო, ოჯახი იაჰია, საფლავის ქვაც დაადე. მიდი მარილი მომაწოდე. ხო რად გვინდა? Oğlum ადგილი რომ არ დაგვავიწყდეს, ხომ უნდა ვიცოდეთ სად არის? lanet olsun. Şu პილპილიც მომაწოდე. კარგი იდეაა ძმაო. იცი, როცა კაპიტანი ფულს მოგთხოვს, ვეტყვით, სად ჩავფალით და იქნებ ნახევარი მაინც გადაარჩინოს. კარგი იდეაა ძმაო. იაჰია, ელექტროენერგიის წყლის და გაზის გადასახადი უნდა გადავიხადოთ. სახელმწიფო იმასაც კი გვაიძულებს, ყველაფერი ვთქვათ. არ ვიტყვი ვინ ვისი მოკლა დაგვიკვეთა, მაგრამ ფულის გამო მზად ვარ სასჯელი მოვიხადოთ ციხეში. ამისთვის მზად ვარ. o kadar ამდენი ფულის გამო ციხეში კი არა, მიწაში აღმოჩნდები იაჰია. neyini anlamadım. რა ვერ გაიგე? კარგი ძმაო, კარგი. მაგაზე მერე ვილაპარაკოთ. საფლავის ქვაზე რა დავაწეროთ? Abraham Lincoln. იმედია არ დააწერა განისვენებს აბრაამ ლინკოლნი ან ბენჟამინ ფრანკლინი, ხომ ასეა? მოიფიქრე ისეთი სახელი, რომელიც არავის გაახსენდება, ქვას დააწერე და მორჩა. Bitsin. Şu სუნელი მომაწოდე. Ya nasıl çorba? რა უგემური წვნიანი მოამზადეს, ღმერთო ჩემო. Allah Allah. ღმერთო ჩემო. Hoş geldin Damla. კეთილი იყო შენი მოსვლა დამლა, როდის დაბრუნდი? Yeni geldim. ახლა ხან. Anne nasıl daha iyi? დედა როგორ არის უკეთ? İyi. კარგად. Alışmaya çalışıyorum. ცდილობს მიეჩვიოს. Sen ne zaman kabul ქმრის სიკვდილს შენ როდის შეეგუე? Vallahi Rızvan მხოლოდ geldikten რიзвანის sonra სიკვდილის her შემდეგ yerde დავმშვიდი. saçma Öyle რთულია kolay მსგავს რამე შეეგუო. Babamı öldürdüler. მამა Ben მოკლეს aynı დედა. şey değil, Dursun დურსუნლეთოს კი სხვა შემთხვევა აქვს. Şota შოთე nerede? სად არის? Göremedim ვერ ben. დავინახე. Çıkmıştı. Gelir გავიდა და მალე დაბრუნდება. გინდოდა რამე? Kimle çıkmıştı? ვისთან ერთად გავიდა? Zeynep'le çıkmıştır. ზეინებთან? Kime çıkacak? ვისთან ერთად უნდა გასულიყო? უბრალოდ არ ვიცი ფიქრეთ მააბადია თუ არა, ამიტომ გეკითხები. დამლა, Hazır რადგან ამ konuşsak საკითხს şimdi შეეხე შვილო, Biz çok araya ფიქრეთს girdik. ბევრჯერ Fikret'e ვთხოვთ, söyledik, მაგრამ affetmedi bizi. ჩვენს ბიჭს არ აპატია. Sen kocanla ქმარს birlikte დაელაპარაკე, აპატიოს. perişan ძალიან განიცდის. Ya. ხო, Hem senin თანაც Fikret'i ყოველთვის ikna შეგიძლია edemeyeceğin ფიქრეთი hiçbir şey yok. დაითანხმო. O iş benden. კარგი, Şota'yı შოთა bulmaya შესახებ დაველაპარაკები. Anne bu neydi şimdi? დედა ის რა იყო? Kızım შვილო, ქმარს უთხარი ფრთხილად იყოს. belli ki. აშკარაა რომ ნარგიზმა შხამი დამლასაც გადასდო. Ben kalkayım. მე წავალ. Kalsaydın შეგიძლია დარჩე შვილო. Bir süre ასე böyle უკეთესი daha იქნება დედა ileride. ნარგიზ. Öyle არა değil mi? იევუს. როგორც გინდა ლეილა. წავედით. Şey რა მის თქმა ხომ არ გინდოდათ? Ayşe, აიშეს მოგითხვა გადაეცი, არ დაგავიწყდეს, კარგი? კარგი, buyurunuz. გთხოვ? Teşekkür ederim. გმადლობ. Ne demek? არაფერს. ღამე მშვიდობისა. Görüşürüz. ხვალამდე. Abla, დაო, dünya ასეთი დესერტი მსოფლიოში არ მოიპოვება, საოცარი გემო აქვს. Sen შენ აიშეს რატომ გადაეკიდე? yeğenim დიშვილო, bir ara ფიქრეთს ხომ მოვკლავთ, არა? მოვკლავთ, მაგრამ Ama Ayşe აიშე რა შუაშია? Mithat'la biz მე და bir მითად konuştuk. მამაზე ვილაპარაკეთ. Diyor ki შემომთავაზე რომ ben აიშეს Ayşe'ye დაუახლოვდება. yaklaşayım. Fikret ეს zaten ფიქრეთს onu გააბრაზებს. tırmandırır. Fikret'e როცა gereken ფიქრეთს yapıldığında გავუსწორდებით, აიშე ჩვენთან დარჩება. nasıl yanımıza აიშე ჩვენთან როგორ დარჩება? Nasıl kalmak როგორც უნდა ისე დარჩეს, დიშვილო. Başımın üstünde ადგილს მისთვისაც გამოვნახავთ, მთავარია მოვიდეს და დარჩეს. თუ ბავშვებით დარჩენას მოინდომებს, მხოლოდ გამიხარდება. ასე მემკვიდრეობის გამოყოფა მაინც აღარ მოგვიწევს. შენ ლეილასთან რა გადაწყვეტე შვილო?
Ne yapayım? არაფერი. Ayşe აიშემ რაღაც ბიზნეს იდეებით გამოუჭედა twini. Artık არ ვიცი ამას ვინ ასწავლით. გამზე თუ ვინმე სხვა, მაგრამ გადაწყვიტეს გაერთიანდნენ და კაცებზე შური იწიონ, არ ვიცი, რაღაც უცნაური ხდება. Neymiş? რა ბიზნესი? işte kozmetik. კოსმეტიკური მედიცინის თუ რაღაც მსგავსი. Antin. ყველაფერი ისკანდერის მოგონილია. ისე უნდა სხვის სახელს ამოეფაროს. დიშვილო, ფულს გაათეთრებს, ეს იცოდე. Yeğenim. Kara და მიჯერე გაათეთრებს. bil yani bunu. Sen ne ლეილას რა უთხარი? რა უნდა მეთქვა? უთხარი რომ კარგად უნდა მოვიფიქროთ, განვიხილოთ, რომ ჩემ გარეშე არაფერი გააკეთოს, რადგან ყოველთვის მის გვერდით ვიქნები. კარგი, ძალა არ დაადანო. ჩვენგან რომ არ გაიქცეს. Yani მინდოდა sen მეთქვა, başka- შენ რომ არ ჩამოგშორდეს. Bırakın şimdi. აიშე და ლეილა დაივიწყეთ. დამლას ყველაფერი უთხარი, რატომ გონია რომ ისევ ფიქრეთს არ მოუყვება. დარწმუნებული ხარ რომ ამჯერად ფიქრეთი შოთას ჩემს მოკლას არ დაავალებს? Babası. მამა უკვე დაკარგა. Abisi. თუ უნდა ფიქრეთის გამო ძმაც დაკარგოს, მაშინ შეუძლია ასე მოიქცეს. ასეც გააკეთოს. Abla. დაო, Kızına. შენს ქალიშვილს უთხარი რომ არ დაორსულდეს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მალე მაინც დაქვრივდება. Karışmayın. ჩემ საქმეში ნუ ერევით. Sizden ჯერ დაბადებულები არ იყავით, როცა ყველაფერს ვაგვარებდი. მაერთო ჩემო. დარწმუნებული ხარ საკინე? bence ჩემი აზრით ნარგიზი შენს რძალს დაელაპარაკა. ფიქრეთს უთხარი თუ გინდა, თორემ ძილში გაგუდავს. ის ხომ ნარგიზის შვილია. ღმერთმა დაგვიფაროს. ღმერთო რას ამბობ? იმიტომ ვამბობ, რომ ღმერთმა დაგვიფაროს. მართალია. მაგრამ ზეინების გამო ფიქრეთს გონება არეული აქვს. ხან იქ უნდა დაალაგოს სიტუაცია, ხან აქ. ეს ყველაფერი როგორ დასრულდება არ ვიცი. ყველამ თავის თავზე იფიქროს, ნედიმე. შენ რაგელის ქორწილი თუ არ შედგება? ციხეში ახლა ძალიან ცივა. გაზაფხულამდე უნდა გაგეძლოთ. როდის გინახავს, რომ საკუთარ თავზე ვფიქრობ, როცა საუბარი ჩემ შვილებს ეხებათ? მომეცი, მე წავიღებ. ალბათ კარგია ბიძია რომ ჩამოვიდა. დედა ცოტა გახალისდა. კარგია რომ დედა შენი გახალისდა, მაგრამ მაგმეგთაც თავს გაუსრեց. რატომ? იმიტომ რომ ყველგან დადის დამლა. აიშე. ასე იმიტომ ამბობ, რომ აიშე შეხვდა? დიხ, აიშე რატომ გაინტერესებს? ბავშვები ხომ აქ არიან? რაც უნდათ ის აკეთონ? აკეთონ, ამას არ გულისხმობს. ხვის საქმეში არ ჩავერევი, მაგრამ მეთათი, რაც შეიძლება შორს უნდა იყოს როგორც ჩემი მეგობრების, ასევე ჩემი მტრებისგან. დედა ნედიმე, რატომ შეძუხდი მე მოვიტანდი? არა უშევ შვილო, საკინეს ჩაის დადება დაავიწყდა. მე წავალ. ხო, ჩაი მოიტანე. კარგი. Halan diyor ki დეიდა შენმა მითხრა, რომ დამლამ შოთა იკითხა, როცა დედამისისგან დაბრუნდა. უბრალოდ იცოდე. კითხვების დასმას თუ დაგიწყებს. დამლა რამეს თუ მკითხავს, პასუხს მიიღებს დედა. sorarsa cevap ვიცი როგორ პასუხსაც მიიღებს. ya ona göre ეტყვიან დარჩება ან სახლში წავა. ben ეს იმ შემთხვევაში თუ კითხავს. თუ არ მკითხავს, არც პრობლემა იქნება. რას ნიშნავს პრობლემა არ იქნება? გონია ასე დატოვებს? მამამისის მოკლა უბრძანე. შენ კი მამაჩემის მოკლა უბრძანე დედა, დამლასთან ერთად. ხედავ, ამ ამბავს შევეგუე და აქ ვზივარ. აბა, ჰალილ იბრაჰიმი რას ამბობს? ქორწილი იქნება თუ ისევ ქორწილში მოვა? ამბობს, რომ ქორწილი არ შედგება. კარგი, მაგრამ როგორ ზეინებ? არ ვიცი ელიფ, ვერც კი დავილაპარაკეთ. ჯერ ქაანი მოვიდა, მერე ჩემი ძმა. ყველა მიარაღი ამოიღო. ჯობდა ფიქრეთი არ მოსულიყო. მაშინ ხალილ იბრაჰიმი ქაანს მოკლავდა და ყველაფერი დამთავრდებოდა. ისი ამბობთ, თითქოს ქაანი ჩვენი ერთადერთი პრობლემა იყოს და ამით მაბრაზებთ. კიდევ ერთი პრობლემა გვაქვს. დიდემი. ის რატომ იქცევით, თითქოს არ არსებობს. ჩვენთვის არ არსებობს. ხალილ იბრაჰიმისთვის არსებობს. სანამ პირდაპირ არ ეტყვის, რომ ვუყვარვარ, ეს არ დამთავრდება. ხომ ასეა? ამას მე რატომ მეუბნები? მას ვერ უთხარი?
იმიტომ გეუბნები, რომ ერთმა სულიერმა გადასცეს. ამიტომ ვამბობ. გინდა თქვა, რომ ყველაფერი მე და გოგოებმა ავურიოთ და ისე გამოვიდით, რომ შენ არაფერი გითხოვს? არ მინდა ის ადამიანი ვიყო, ვინც წყვილს აშორებს. რადგან შენ წყვილებს მხოლოდ აერთიანებ. ელიფ, მაშინ გოგონებს დაველაპარაკები. და ისე მოვაწყობთ, რომ ერთმანეთს დაშორდნენ. შვიდად იყავი. მოვახერხებთ. ჰალილ იბრაჰიმის სახლშია. ედანურს ველაპარაკე, ახლა ხან მივიდა. სანერვიულო არაფერია შვილო. ძალიან მიხარია. ბინანი რომ ქანს დავურეკები ძია, მაგრამ რა მექნა? თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, როცა დავინახე აქედან ერთად როგორ წავიდნენ. ჩემო ლამაზო, მესმის რომ ეჭვიანობ, მაგრამ გთხოვა მის ზურგს უკან არაფერი მოიმოქმედო, ამიტომ ეჭვიანობა თავის მართლებად არ გამოგადგება. მართალია ხარ ბიძია. მაშინ ხალილ იბრაჰიმს ყველაფერს ვეტყვი. ჯობ ჩემგან გაიგოს და არა სხვისგან. არ გაბედო. მაშინაც კი თუ ჰალილ იბრაჰიმს ამას ეტყვის, შენ უარყოფ. უკან დასახევი გზა არ არსებობს. რა უნდა ვქნა ბიძია? ვიჩდე და ველოდო? მართლა ვნერვიულობ. ჩემთან ყოფნა უხარია, მაგრამ ამავე დროს იქ მიდის, სადაც ზეინები ეტყვის. ზოგიერთი ადამიანის მიტოვება შეუძლებელია. ჰალილ იბრაჰიმისთვის კი ასეთი ადამიანი ზეინებია. ან მოითმენდა ზეინები შენი ცხოვრებიდან წავა, არ მოითმენდა, შენ წახვალ. დამიჯერე. მოვითმენ, ბიძია, მოვითმენ. ჰალილ იბრაჰიმი მიყვარს. ძალიან კარგი.